In a typical high school life, you belong to one nation. But I thought I found a way out. უპირველესი ინტრიგა წიგნის სათაურია. მე ერლი და მომაკვდავი გოგონა. საინტერესოა რა. გგონიათ აქ მოთხრობილი ამბავი სევდიანი და გულისამაჩუყებელია. აბა როგორ შეიძლება მომაკვდავი გოგონა ვახსენოთ და თან გავიცინოთ ან გავიღიმოთ. თუმცა ეს წიგნი სრულიად საპირისპიროს გვიყვება. ასე აფასებს ჯესი ენდრიუსის წიგნს. მე ერლი და მომაკვდავი გოგონა ერთ-ერთი მკითხველი. ეს არის წიგნი იმ ბიჭებზე, რომლებიც თავს აჩვენებენ, თითქოს სასტიკები და ცინიკოსები არიან. სინამდვილეში კი კეთილი გული აქვთ და მეგობრობა იციან. ეს არის წიგნი, რომელმაც ბიბლუსი გალერეასთან 1000-ზე მეტი თინეიჯერის რიგი დააყენა. დღეს ლიბერტინსის მორიგი ახალი წიგნი გამოვიდა. ეს არის ამერიკელი მწერლის ჯესი ენდრიუსის მე ერლი და მომაკვდავი გოგონა, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან ბევრი თინეიჯერი დააინტერესა. დღეს ძალიან ბევრი მოზარდი იყო მოსული ამ წიგნის შესაძენად. 1000-ზე მეტი სტუმარი ყავდა ღონისძიებაზე. ეს წიგნი გვასწავლის მეგობრობას, სიყვარულს, აი რთულ სიტუაციაში მარტივი გადაწყვეტილების მიღებას. ძირითადად სლენგზეა სხვათა შორის, ეს რეალიზმი ითხოვს კიდეც ამას და ძალიან საინტერესო იყო კიდევ ის, რომ აქ ბევრი კალამბური სიტყვების თამაში, ალუზია და საინტერესო იუმორი, საინტერესო ტიპი იყო. ასე რომ მე ვფიქრობ, ძალიან ორიგინალური და უჩვეულო იქნება და უნდა მოეწონოთ ჩვენს მოზარდებს. ჯესი ენდრიუსის წიგნის პრეზენტაციის პარალელურად პროექტის ორგანიზატორებმა ერთგულ ახალგაზრდა მკითხველს სურვილების დაფაწა რუდგინეს. ბიბლუსი გალერეაში წიგნის შესაძენად მისულ ნებისმიერ თინეიჯერს საკუთარი სურვილის წერილობის სახით დაფაზე დატოვების შესაძლებლობა ჰქონდა. დაფაზე განთავსებულ სურვილებს ლიბერტინსი გაეცნობა და თვეში რამდენიმე მათგანს აასრულებს. დღეს იყო მე ერლი და მომაკვდავი გოგონას აქცია და ეს წიგნი იმიტომ შევიძინე, რომ ლიბერტინსის სხვა წიგნები არის ძალიან საინტერესო. და ყოველთვის ვკითხულობ ამ წიგნებს. ძალიან ველოდებოდი ამ წიგნს, რადგან საინტერესო შინაარსით გამოირჩევა საკმაოდ. ამ წიგნის გამოშვება დაგეგმილი იყო 2 თვის წინ. პირველ რიგში დამაინტერესა მის სიუჟეტმა, იმიტომ რომ ძირითადად ესეთი ჟანრის წიგნები სულ გამოდის, ანუ ძალიან კარგია. ყველაზე კარგი ის არის, რომ ძალიან იაფიღირდა ამ აქციაზე და მეორე ერთი მისი და არის შესანიშნავი. რა მოხდება მას შემდეგ, რაც წიგნის პერსონაჟების, გრეგის, ერლისა და მომაკვდავი გოგონას გზები გადაიკვეთება, როდესაც ისინი უჩვეულო გარემოში ერთად აღმოჩნდებიან და როცა კინოკამერა ჩაირთვება. ამას თინეიჯერი მკითხველი უკვე ჯესი ენდრიუსის ნაწარმოებიდან შეიტყობს.